აიჭერენ თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს. შაბათის ფორმულამ მოიპოვა ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენება, რომელიც გამოძიებას 5 დღის წინ მისცა. დაკითხვა სუსში გაიმართა, რა აინტერესებდა უსაფრთხოების სამსახურს თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელისგან. ბურჭულაძეს პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა, მიიღო თუ არა ეგრეთ წოდებული ატკატი საიდუმლო შესყიდვიდან. ლაპარაკია შესყიდვაზე, რომლის გამოც უკვე 3 ადამიანის ზისციხეში ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის ცოლის ძმა. ბრალდების მიხედვით ის შუამავალი იყო კორუფციულ სქემაში. ჯუანშერ ბურჭულაძესთან შაბათის ფორმულამ ინტერვიუს ჩაწერაც მოახერხა, საუბარი სწორედ საგამოძიებო ჩვენების გარშემო წარიმართა. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან, შემდეგ კი ჩვენი კოლეგა დავით ქაშიაშვილთან ერთად განვავწობთ თემას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაირკვევა. თუ რაიმე თაღლითობას შეიძლება ქონოდეს ადგილი, ეს ალბათ შედიოდა მხოლოდ კერძო კომპანიის ინტერესში და არ შეიძლება ეს მე ვერ წარმომიდგენია, რომ შედიოდეს უწყების ინტერესში. ამაში ხელშეწყობა თქვათ ჰქონდა ადგილი ხელშეწყობას, თუნდაც ჩემი ნათესავის მხრიდან ყველამ უნდა აგოს პასუხი ამაზე და რაც შეეხება ჩემს თანამშრომლებს, მე დარწმუნებული ვარ მათ წესიერებაში თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ ცნობილი ყოფილიყო, რომ კომპანია აკეთებდა, აწარმოებდა რაღაც ფინანსურ ან თაღლითურ სქემას, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო ამას ყოველთვის აღკვეთავდა. თუმცა მე არ მგონია, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა ასეთი ინფორმაცია ან შესაძლებლობა და არ გამოიყენა. ბატონ ჯუანშერ, თქვენი ცოლის ძმას რა კავშირი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროსთან? მაშინ თუ არ იყო ჩართული თქვენი ორი თანამშრომელი ამ პროცესში დარღვევებით და თაღლითურად, მაშინ რატომ მოხდა მათი დაკავება? არავით არის, ჩემს მოადგილეს საერთოდ არ იცნობდა ჩემი ცოლის ძმა და ვერ ექნებოდა ვერანაირი კავშირი. ბუნებრივია, ვერც ჩემთან ვერ ექნებოდა და ვერც სხვა ჩემს თანამშრომელთან რაიმე სახის უკანონო კავშირი და მე ამ დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა თუ იმ გამყალბებელი კომპანიის საქმიანობაში რამე სახის წვლილი მიუძღვის, ასე ვთქვათ, ყველამ უნდა აგოს ამაზე პასუხი. მაგ იმდენი დეტალი შეიძლება იყოს ამ კომპანიის ინტერესში რომ შედიოდეს. ტუკვაძის კომპანიის რა თქმა უნდა, საერთოდ შეიძლება არ უკავშირდებოდეს თავდაცვის უწყებას. თქვათ შეიძლება კონდეს ადგილი გადასახადების დამალვას. მე მაგას ვიძახი, აი მისი ჩვენების საფუძველზე არის დაკავებული. ეს გარდა მაგ კომპანიისა ვის ინტერესში შეიძლება და ამ კაცს რა ინტერესი ჰქონდა ტუკვაძეს, რა ინტერესი ჰქონდა? ხო და არ ვიცი, სალომე, მაგას გეუბნებით რომ ასე როგორ გააცურა თავდაცვის სამინისტრო? მათ შორის შეიძლება სხვა ინტერესი ქონდა, სხვა კერძო ან გადასახადების თვალსაზრისით ან სხვა. მას ძალიან ბევრ ტენდერში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც თავდაცვის სამინისტროში, სხვაგანაც მილიონობით თანხა აქვს აღებული სახელმწიფოსგან. ქართულმა ოცნებამ ხომ არ გადაიბირა ის თავის მხარეს, რომ სასურველი ჩვენება დაეწერა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ნუ ეს ახლა როგორ უნდა გითხრათ ახლა ეს უშვებთ ამას? არ უშვებ. შაბათის ფორმულას ავტორი და წამყვანი დავით ქაშიაშვილი შემოგვიერთდა სტუდიაში. დავით, საამშვიდობი სამ, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. აი ამ ფაქტობრივ მასალებში ყურადღებას იქცევს ზურაბ ტუკვაძე, ასეთი პირი. შეიძლება ითქვას, რომ აი ამ საქმეში რაღაცნაირად საკვანძო ფიგურაც გამოდის. შეგიძლია გითხრა, ვინ არის და რა საშუალებებს უხსნის გამოძიებას ეს პირი. კეთილი უფრო მეტი გვარია, უბრალოდ ძალიან შორს აგვიყვანს და მაყურებელსაც დააბნევს, თუმცა ზურაბ ტუკვაძე ერთ-ერთი საკვანძო პირია, ანუ შესყიდვა, რომელზეც ედავებიან თავდაცვის სამინისტროს, იყო საიდუმლო შესყიდვა. ეხებოდა იცის მაყურებელო, მაგრამ მოკლედ ვიტყვი კატე აპარატს, მაგნიტორეზონანსულ აპარატს, რომელიც შეიძინეს, მაგრამ უცნაური არის ის, რომ საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა ორ კომპანიასთან და საიდუმლოს რატო არ საიდუმლო, იმიტომ რომ ის აღარ უნდა გავიდეს მის მიღმა, თუმცა ამ ორმა კომპანიამ კიდე გარეთ სხვა ორ კომპანიას შეატყობინა და რამდენჯერმე იყიდეს, გადაყიდეს და საბოლოო ჯამში ისე მოხდა თავდაცვის სამინისტროში ეს მოწყობილობა და ერთ-ერთი არის ზურაბ ტუკვაძე, აი იმ საიდუმლო შესყიდვის ეტაპზე, რომელიც მონაწილეობდა ამ შესყიდვაში. უცნაური და საინტერესოა ის, რომ ზურაბ ტუკვაძეს 2 წლის შემდეგ ახსენდება და ახლა აძლევს გამოძიებას ჩვენებას და სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე იწყება გამოძიება, ხო? მაგრამ დაკავებულები ვინ არიან? დაკავებულები
დაკავებულები არიან ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, რომელიც იყო შუამავალი და უშუალოდ ამ კონკრეტულ შესყიდვაში. საინტერესო რაღაც ვქიდათო აქ ერთ დეტალია მნიშვნელოვანი. ტუკვაძით იწყება გამოძიება მისი ჩვენებით, ანუ ის აძლევს ჩვენებას და აქედან ეწყობა მთელი ეს საქმე. კი, იმიტომ რომ აი დაკითხვის მიხედვით, რომელიც 26 ივლისს არის დაიწყო 11 საათსა და 10 წუთზე და 19 საათსა და 20 წუთზე დამთავრდა, გამომძიებელი ეყრდნობა სწორედაც რომ აი ამ ტუკვაძის ჩვენებას, როცა კითხვებს უსვამს ჯუანშერ ბურჭულაძეს. მთავარი საკვანძო მოწმე არის ამ შემთხვევაში გამოძიებისთვის, მაგრამ ასევე იმ საიდუმლო შესყიდვაში მონაწილე. და დაკავებულები არიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და არა მაგალითად ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ამავე ჩვენების მიხედვით მრავალჯერ არის გადაყიდული და 4ჯერ დაახლოებით და მეოთხე მყიდველია ერთ-ერთი და მერე ყიდულობს მისგან თავდაცვის სამინისტრო. ასევე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა თავად ხა ჯუანშერ ბურჭულაძე, რადგან ლოგიკურიც იყო, უნდა დაებარებინათ, ხო, უწყების ხელმძღვანელი იყო იმ დროს, მაგრამ ისეთი შინაარსის კითხვებია დასმული მის მისამართით, რომ არ გამოვრიცხავთ აი ამ მასალებზე. საინტერესოა. ჩვენ ამას ყველაფერს ხვალ ნახავთ, მაგრამ მაინც რისი თქმა შეგიძლიათ ესაცადია კი გეტყვით, ანუ საუბარი არის ამ ჩვენებაში მაგალითად გამომძიებელი ინტერესდება ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში, აი ზუსტად ამოვიწერეთ ციფრი, ხომ არ ისარგებლა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ატკატით მან და ხომ არ დარჩა აი ამ გადმოყიდვების დროს, აი ამ კატე აპარატის გულისხმობ 1,929,560 ლარი, ეგრეთ წოდებული უსვამენ შეკითხვას მოიპარა თუ არა ფული. ხო, ცოტა შელამაზებულია ეს რეკითხები. არა, შინაარსი ეს გამოდის. ატკატი ეგ არის. თან ამ თითქმის 2 მილიონამდე არის საუბარი, ხო? რაზეც მოგვიანებით უკვე ამ ჩვენების მიხედვით ააწყო ინტერვიუ ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ, ის არის ამ სიუჟეტის ავტორი და როდესაც ბატონ ჯუანშერს ეკითხება, ის ვერ იხსენებს, რომ ესეთი კითხვა დაისვა, თუმცა ასეთი კითხვა ნამდვილად დაისვა გამომძიებლის მხრიდან და აი მცირე ფრაგმენტი ინტერვიუდან მოვწერით ჩვენ და შევთავაზოთ მაყურებელს. დასმული იყო კითხვა 1,900,000 ლარის ატკატზე, ასევე 35,000-ად შეძენილ ავტომობილზე. ხომ არ გგონიათ, რომ გამოძიება ცდილობს იპოვოს რაიმე საბაბი, რომ თქვენც წარგიდგინონ ბრალი? არ ამგონია მე, რომ აქ ხელოვნურობასთან მქონდეს რაიმე საქმე. მაშინ რატო იყო ეს კითხვები დასმული? ეს ბუნებრივი კითხვებია, რაც შეიძლება რატო აიღეთ 1,900,000 აიღეთ მაშინ 1,900,000-იანი ატკატი? ხო, აი ფრაგმენტი იყო, სალომე ესაუბრებოდა. კი, და ნუ შემდეგ უკვე აგრძელებს აი კითხვა-პასუხი ძალიან საკმაოდ ვრცელი 11 გვერდს მოიცავს. ეს ჩვენება ასევე გამომძიებელი საინტერესოა, ხო, რომ ინტერესდება ჯუანშერ ბურჭულაძის ავტომობილით, რომელიც მან შეისყიდა. მოდელისად არ მახსოვს, მაგრამ კი, 2023 წლის, კი ბატონო. და საინტერესოა, რომ ეს ტუკვაძე ფიგურირებს ასევე იმ კომპანიაში, რომლისგანაც მანქანა აქვს ნაყიდი. იმიტომ რომ ტუკვაძე ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია იქაც. ჩვენ ამ ტუკვაძის გარშემო გვიწევს ახლა ბევრი საუბარი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ფიგურა. ძალიან, იმიტომ რომ საკვანძო შეიძლება ითქვას და სხვა შესყიდვებშიც არის, ხო, ეს. ტუკვაძე არ მონაწილეობს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში, ის მონაწილეობს სხვადასხვა უწყებების შესყიდვებში, მილიონობით ტენდერი აქვს წაღებული თუ მოგებული თუ როგორც არის, არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, ალბათ ძალიან ბევრ სხვა სამინისტროშიც და რატო ვამბობთ ამას. ამავე ჩვენებაში ჯუანშერ ბურჭულაძეს გამომძიებელი ეკითხება ასეთ რამეს, რომ ხომ არ აქვს ინფორმაცია დელტა თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი, როდესაც ის აღიჭურვა დელტა სათვალთვალო კამერებით და მაშინ აზარაშვილი არის სურა აზარაშვილი ხელმძღვანელი დელტას ის ხელმძღვანელობს. აი იმ შესყიდვებზე ხომ არ აქვს ინფორმაცია რაიმე ჯუანშერ ბურჭულაძე, იმიტომ რომ ხელმძღვანელი პირი იყო, ხო? და საუბარი არის სათვალთვალო კამერების შესყიდვაზე, სადაც ასევე ტუკვაძე მონაწილეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ დელტას შესყიდვაზეც აქვს ჩვენება მიცემული ტუკვაძეს გამოძიებისთვის და აქედან ჩდება კითხვა ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. აი ეს გვაძლევს საფუძველს იმისას ვთქვათ, რომ ზურატ ტუკვაძე არ არის მას მხოლოდ არ აქვს ჩვენება მიცემული თავდაცვის სამინისტროზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. კი ბატონო, დათო და ყველა საინტერესებს ბუნებრივია, ნუ თავის მხრივ ბურჭულაძე იწვევს დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა.
და რასაკვირველია ასევე ირაკლი ღარიბაშვილი. აი აქ იკვეთება თუ არა რაიმე რომ გამოძიება შეიძლება მასზე გავიდეს საბოლოოდ. სავარაუდოდ კი, ესეც ცხადია მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ასევე გამომძიებელი ამავე ჩვენებაში ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვას უსვამს ირაკლი ღარიბაშვილზეც. ანუ აი მთელ რიგ საკითხებში როცა ეუბნება რომ იყავით საქმის კურსში ჯუანშერი ამბობს რომ მე არ ვიცოდი ეს, არ ვიცოდი ის თუ ასე შემდეგ, ვრცლად ხვალ ნახავთ როგორც უკვე თქვი შენ და ყველა აი ამ კითხვის დასასრულს გამომძიებელი აზუსტებს თქვენი ზემდგომი პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო ამ კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებით, ანუ კითხვა ღარიბაშვილზე მასთან დაისვა. და ნუ ცხადია ეს საინტერესოა რატომ კეთდება იმისთვის რომ ღარიბაშვილზე თქვან რომ აი გამოვრიცხეთ ეს ვარიანტი თუ იმიტომ რომ ღარიბაშვილზე გავიდნენ ამას დრო გვაჩვენებს. ხო, რაღაცა შეგვიძლია კიდევ ერთი ფრაგმენტი შევთავაზოთ, სწორედ აი აზარაშვილზე და ღარიბაშვილზე იკითხა სალომე ბოკუჩავამ და ეს გავუშვათ. 10,900,000-იან შესყიდვაზე იყო ასევე ჩვენებაში საუბარი, დელტა მომარაგდა გადამღები კამერებით, სათვალთვალო კამერებით. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამ შეკითხვით გამოძიებამ ზურა აზარაშვილის საკითხიც დასვა დღის წესრიგში, დააყენა დღის წესრიგში. არ მგონია ზურას პერიოდი რო ყოფილიყო. არ იყო ზურას პერიოდი? არა. ხომ არ დაკითხულა ბატონი ზურა? არა მგონია. არა, გაქვთ მასთან კომუნიკაცია? ზურა ჩემი მეგობარია, თუმცა ამ დროს არ მგონია რომ ზურა იყო. და თვითონ ბატონ ზურასთან დაკავშირებით ხომ არ ყოფილა გამოძიების ფარგლებში შეკითხვა? ამ გამოძიების გარდა კიდე პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე საქმის ძიება და მაგიტომ გეკითხებით. ხო, არ ვიცი, არა გაქვთ ინფორმაცია. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან გაქვთ კომუნიკაცია ბოლო პერიოდში? ბოლო პერიოდში მქონდა ეს. ჩვენ მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და უბრალოდ ბუნებრივია ახლა რომ აინტერესებს რა თქმა უნდა ყველას ეს საკითხი და თუ რაიმე თქვა დამატებით ინფორმაცია შეიძლება ვიცოდეთ უსვრით ერთმანეთს. უთხარით რომ ისიც ახსენეს გამომძიებლებმა? გამომძიებლებმა არ ვიცი მაგ თემაზე არ გვისაუბრია. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხომ არ დაუბარებიათ გამოკითხვაზე? მე როდესაც ვნახე არ გვისაუბრია. ქონდა მას მოლოდინი რომ მასაც დაიბარებდნენ? არ მგონია. რატო გამორიცხავთ? არა, გამორიცხვა როგორ შეიძლება ზოგადად ესეც საკითხი მგონია რომ იმას კონდეს ამ შემთხვევაში რომ ღარიბაშვილს კონდეს ამის მოლოდინი. მანამდე ბიძინა ივანიშვილთან თუ ქონდათ კომუნიკაცია, რაიმე სახის საუბარი? არა, რა თქმა უნდა. ბოლოს როდის შეხვდით ბატონ ბიძინას? ბატონ ბიძინას მე პირადად არ ვიცი. ბატონი ირაკლის ან თქვენ თუ გაქვთ ყოფილ თანაგუნდელებთან კომუნიკაცია? ჩემ თანაგუნდელებთან ვისთანაც მეგობრობდი იმთან მაქვს კომუნიკაცია. დარჩენილ გუნდის წევრებთან აღარ? დარჩენილ გუნდის წევრებთან იშვიათად პრინციპში ნაკლებად. იშვიათად თუ ნაკლებად? ნაკლებად. კი ბატონო, აი ეს კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის და სალომე ბოკუჩავას დიალოგი იყო ფრაგმენტი, აქედან ეს არ არის სრული ვარიანტი არის, ასე ვთქვათ, აწყობილი ერთი ძალიან საინახეთ როგორი მტკიცებით ფორმაში, მე მგონი მტკიცებით ფორმა არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, გამომძიებელი უსვამს კითხვას, რომ ზურაბ ტუკვაძეს გარანტია ჰქონდა მიღებული თქვენი ცოლის მის ვასილ მხეიძისგან, რომელმაც თავის მხრივ გარანტია გასცა თქვენი როგორც მინისტრის სახელით და ეს შესყიდვა შეთანხმებული იყო თქვენთან წერტილი. და ნუ გრძელდება კითხვა და პასუხი არის. თუ არ ახლა შტაბ-ეშტილებებზე არ მინდა ვილაპარაკო პირად შტაბ-ეშტილებებზე, მაგრამ საკმაოდ შემტევი ტონია გამომძიებლების მხრიდან. ხომ არ მეჩვენება მე ეს? არა, ნამდვილად არ გეჩვენება. შემტევი ტონია და კითხვებიც არის ასეთი, მათ შორის აი მანქანის შესყიდვის ნაწილზე, სადაც ბევრი განმარტების მიცემა უწევს ყოფილ მინისტრს და ნუ საინტერესოა, საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალურია ეს ჩვენება, ამას დეტალურად ნახავს მაყურებელი ხვალ რამდენიმე წუთში, საათში, უბრალოდ 1 საათში. ანონსიც დაიდება და რატი ბრეგაძეც გარკვეულწილად ფიგურირებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც აი ამ რაღაც საიდუმლო და ძალიან ჩახლართულ შესყიდვებში მონაწილეობდა, მისი მეზობელია, ახლოს ცხოვრობს თუ იმ მისამართია რეგისტრირებული, ბოლომდე ვერ გავარკვიეთ, თუმცა ინტერვიუც გვაქვს რატი ბრეგაძესთან და მასაც უსვამთ მსგავს კითხვებს, მათ შორის ეს რა არის საინტერესო და თუ აი სალომე როდესაც
ეკითხება ღარიბაშვილს შეხვდით თუ არა აქ იგულისხმება რომ ამ დაკითხვის შემდეგ იყო შეხვედრა და დამატებითი შეკითხვა იყო აინტერესებდა თუ არა დეტალები ღარიბაშვილს და არ მახსოვსო თუ როგორ უპასუხა არ უპასუხა პირდაპირ მაგრამ ნუ ცხადია რომ ამ დაკითხვიდან რამდენიმე დღეში შედგა მათი შეხვედრა ხო ღარიბაშვილს ცხადია და ლოგიკურიც არის რომ შედგებოდა იმიტომ რომ ერთ თანაგუნდელები არიან სხვა რა უნდა მოგობენ ერთი გარემოცვაა და ეხლა როცა ჯუანშერ ბურჭულაძე დაკითხეს და მან ირაკლი ღარიბაშვილთან ეს შემდეგ არ გაიარა ცოტა ნელი დასაჯერებელია ამბობს რომ რაღაც დეტალები არ ახსოვს თუმცა იგრძნობა ცალსახად რომ ღარიბაშვილამდე მიდის ყველაფერი და თუ კი აქამდე ვინმე დაუკავებიათ ან დაკითხვაზე დაუბარებიათ ყველა კავშირშია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან